აი გამარჯობა თქვენი შემოწმება ვირფასოთ ელემაყურებლებო ჩვენ ვიწყებთ გადაცემას და აბა წავიდა ესე იგი პირველი ყავს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მადამ დე პაპადურის ზურაბიშვილის აზრი დებატებზე აბა შევხედოთ რა საუბრობს არ არის ეს მარტინი მაგრამ ეს გზაც უნდა გავიაროთ ბოლო და ვისწავლოთ როგორ შეიძლება ვესაუბროთ ერთმანეთს პირველ რიგში დღეს საუბარი რეჟიმთან წარმოუდგენელია სანამ ციხეში ანუ ეს ხალი ამ ვიდზე და ამ ესთეტიკაში დაპოზიციონირდა როგორც პრეზიდენტი, ხო? ხო, მეგობრებო, გავშალოთ სტოპ კადრი თუ შეიძლება. ხო, მართალი ხარ, ბაჭო. თანამედროვე დროს და გური პოსტმოდერნის დროს შინაარსზე მეტი გავლენა აქვს ფორმას. ჩვენ უყურებთ სადღაც დაცვის ოთახთან ხო გაურკვეველ არსებას იცი ამერიკულ ფილმებში შუშიდან რო არ ჩანს გარედან და შიგნიდან ამერიკულ კი არა შიგნიდან რო ჩანს და გარედან ამერიკულ მილიტარისტულ ფილმებში რო არის ირაკში დაკითხვის ოთახები და წამების ოთახები ტერორისტების ჰოუმლენდი კი მაგ ოთახში დამდგუნელ შტაბ-ეჭდილებას თორებს 00 Dark City ამ პერსონის საკადრისი გადასვლა მეგობრებო არ გვინდა მოვაშოროთ ბორის ჩელეყურვა გაუშვა. ოპანა ის არის იგა. ჩემი აზრით დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს საპროტესტო საზოგადოებას. დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს პროტესტს. ვინმე თუ იმ დებატებში დამარცხდება, პროტესტი არ დამარცხებულა, სრულად ოპოზიცია არ დამარცხებულა. ამის დახატვა უნდა და უცნაურიც არის ლომეს რობიშვილის ნაწილში რომ დიპლომატი ადამიანი რომ საუბარზე უარს ამბობს ესეც ცოტა ვისაც რა ეხერხება ის უნდა აკეთოს. როგორ? ვისაც რა ეხერხება ის უნდა აკეთოს. ეს არ ვიცი რატო არ გამოდიან ეს NGB-ის ბილიარდი ჩემპიონატები რომელიც ჩემი აზრით დღეს არ არსებობს ადამიანი რომელიც წარმოადგენს საპროტესტო საზოგადოებას ანუ რას ნიშნავს თვითონ არ ანუ რეპრეზენტატორი რო იქნებაო ისო რა ის რო დაждდება დებატებში და ეგ რო იქნებაო აი პროტესტის ტიპი დამარცხდა აქან პროტესტი ვერ მოიგო რა და ამათი პრეზიდენტი წინდან შექმნილი ალიბი არის რომ დებატებში ჩვენ იასნა წავაგებთ და რო წავაგებთ ეს არ იქნება რა მოძრაობის მარცხი კერძო პირი მოვა გასაგებად მაინც ამათი პრეზიდენტი არ არის ესეთი პირი რომელმაც ამდენი პარტია გააერთიანა ესენი ხო აღართლიან რო პრეზიდენტი მაშინ კაი კი ბატონო ან მოიცა ამათ პრეზიდენტი შემოღებ ვიზგულის ხოლმე სალომე ვიგულის ხოლმე ამათი პრეზიდენტი სალომე აბა ვინ არის ამათი პრეზიდენტი არა ხო შე რომ მიშას სალომე მიშა ეხა ჯერჯერობით დღევანდელი ჩვენი მოწყობის თანახმად პრეზიდენტი არ მიშა ბევრად მეტი მიშა არის ამათი აზრით იმპერატორშება ფარაონი რაღაცა ფიურერიც კი ბატონო ძალიან დიდი წოდება აქვს რა დემიურგი არ შეიძლება რელიგიურ ნაცებისთვის კიდევ უფრო მეტია მეფისტოფელი ქაოსის შვილი დემიურგი ალბათ დემიურგი ყველაზე შესაძლებელია იქნება რა და პოლიტიკურად ფარაონი დეუს ეთ მაქინა პოლიტიკურად ფარაონი ფარაონის უფლებებიდან გათანაბრებული მქონე პირი კი ბატონო გია ჭანტურია რომელიც ინტელიგენცია ამას გაუსმინე მე იმაზე ევროვიზიაზე ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო სოფოს გაშვება ნიჟარასის აი გაფ და მიშამ და ამერიკა და მითხრა რომ ეგო ეხლაო მაგას სხვა ყუდებს მოაბომე და რატო საიდან მოგაფიქრე ეგეთი რაღაცაო და მე ვთქვი რა ვიცი ხო მაგარი მომღერალია პოპულარულია საქართველოში ყველა და მაგარი იქნება ხო კაი აი ეს არის ხუბრო ეს არის არა აი მე აი გავთიშოთ ეხლა რა რისი თქმა მინდა ერთ ვიტყვი და თქვენს კომპეტენციაში არ ჩავერთებ არ შევიჭრები. აი ეს ბიჭი აქეთ თორნიკე რაზმაძე რო ბიჭო რატო მაგონს აი მეგამაინც ოღონდ ერთია. მეგამაინც კარგეს პერსონაჟი. არა, მაშინ ვიზუალურ ნაწილში აი ესეთი სასაცილო ტიპი. გია ჭანტურა ეხა რა სხვება, რომ ნიშას არ დაუვალებია ჩემს უარეს, ესე იგი ისე ჩემეტენე იყავი, რომ აქეთ არა, აქეთ გაუკეთა და ნეტა რატო მოგინდა გაშვება, ხო? მე შეგახსენებთ, ვისაც არ გახსოვთ. რადგან თქვენ რამდენი წელი იყავით მეგობრო, როცა სოფონიჟერაძე გამოვიდა. თინეიჯერია. ადრეული თინეიჯერო. ყველა პერიპეტია არ გახსოვთ, ხო? მე მახსოვს, მეგობრებო, როგორი ოფიციალური ინფორმაციაც იყო, რომ მიშა სააკაშვილმა აუშენა ბათუმის თეატრი მუსიკალური ამ გოგონას სოფონიჟერაძეს, რომელთანაც მაშინ რომანი ჰქონდა, იმიტომ რომ ეხა შემიძლია ვთქვა, პირდაპირ ეს არავისთვის დასამალი არ იყო და პირდაპირ გეტყვით აგერ ვარ მე, აგერ არის სოფონიჟერაძე და აგერ არის მიშა სააკაშვილი.
უშუალოდ მიშა სააკაშვილი როგორ იღებდა სასცენო კაბის დიზაინში მონაწილეობას. მორჩა წერტილი, თავის გავაგზელო კიდე რა. ანუ არ ამგონია. გია ჭანტურიას რაც შეეხება, გადაწყვიტა რომ რაღაცნაირად ჩამოხბანოს მის ლიდერს ეს ცოდვა, მაგრამ გაცნობიერებია თან ანუ აი ეს ისეთი ის არ მისტერ ბიგ ბოლსი, მიშამ დაურეკა მაგ დროს. და ეს რა გადაწყვეტილება მიიღეო, ხა ყუდები უნდა მოამბანო, მე უნდა გამთათხონო და ამან მე რა უძღვე ჩემი გადაწყვეტილებაა და გაიტანა. პატივი, ეცი ჩემს გადაწყვეტილებას. თავისი გაიტანა რა. მე ვარ გია ჭანტურია ვარ, ბიჭო. ანუ პროდიუსერებს ვთხოვოთ, რომ ეს თენგო თევზაძე, ანუ აღარ არის საინტერესო, რაც თენგო აღარ არის. იმ რაც თენგო აღარ არის, ანუ ძალიან სტერილური და დეგენერატული, აი საერთოდ არაფრის დაგვეთანხმდნენ. თორე გია ჯაფარიძეზე ვინ გია ჯაფარიძეზე არავინ არ აქვს, გავუშვით გია ჯაფარიძე. აგერ ნახე წუგზარა, კი ბატონო, სერგი. წარმოიდგინეთ, ჩვენ მოახერხეთ პრეზიდენტ შევარდნაძიდან მოყოლებული შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს ჩვენ ვიყავით საინტერესო დასავლური ცივილიზაციისთვის, კოლექტიური დასავლური ცივილიზაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, კანადისთვის, ავსტრალიისთვის, ევროპის კავშირისთვის. ეს ჩვენ მოახერხეთ, ვიპოვეთ ჩვენი გეოპოლიტიკური ნიშა. ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში კანადა იღებდა მონაწილეობას. კიდევ ნიშას რაც შეეხება დავკონკრეტდით. ჩვენი ნიშა სააკაშვილის თქმით, ამათი უფროსის თქმით იყო დათვის ხიწვის შეტყინება. ანუ ჩვენ ვიყავით ფაქტორი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებისა. აი ეს იყო ჩვენი მუდმივი პროვოკაციული საშინელი დანიშნულება მათი აზრით და მე როცა ბუფერი აგრესიული ბუფერი აგრესიული და სააკაშვილმა თქვა შემდეგი რომ რაც ოცნება მოვიდა ეს დანიშნულება იყოს პრობლემა რუსეთისთვის დასავლეთის ხელით აღარ არისო. შესაბამისად ცხადია ხო ყველაფერი. მოდი, მაგრამ მე მაინც კანადა მაინტერესებს. ამაზე ნოვა სკოშას წარმომადგენლობა როდის იყო თბილისში? თუ ამაზე კომენტარი არის კანადაში არ გალა. თუ ამაზე კომენტარი არის გასაკეთებელი, არ ვიცი, ალბათ მაყურებელს ყოველთვის უნდა შევახსენოთ ხოლმე, რომ ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან გთხოვდნენ იმას, რომ ესე იგი რუსეთი უბრალოდ აი ესე რომ ჩვენსკენ გამოეხედა და რაღაცა პატარა საჯარისო შენაერთები აქეთ გადმოეგზავნა, მხოლოდ მაგისთვის, რომ აი ოდნავ მისი ყურადღება აქეთ მიგვეპყრო, ამის გამო გთხოვდნენ ქვეყნის განადგურებას, ჩვენი საკუთარი ქვეყნის განადგურებას. და ამის მეტა იდეა, დიდი მეტა ნარატივი იქნებოდა ის, რომ ეხლა გვეტყოდნენ, რომ რა ნატო, რის ნატო, აგერ უკრაინაზე არის ლაპარაკი. არა, უკრაინას ეუბნებიან, რომ ახლა ნატოზე ლაპარაკი ვაფშე არც უნდა ყოფილიყო. გინდა როელში დანიშნა? და? გინდა ელჩი დაგვინიშნა. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, რატო დაგვინიშნა ელჩი უკრაინამ და როგორ აღიქვეს ეს ამბავი აკაცუკებმა, იმიტომ რომ მათ თქვეს, რომ აბა სხვანაირად როგორ არის ომშია ქვეყანაო და ხსნესო საქართველოს არსაცნობი ხელისუფლებაო და თავი გაამართლეს ზელენსკი, რომელსაც პრობლემები აქვს ძალიან დიდი მეგობრებო, რომელიც არ ვიცი რამდენი ხანი დარჩება თავის სავარძელში, რომელიც საბოტირებს არჩევნებს, რომელიც იჭერს ოპოზიციურ ძლიერ ფიგურებს, ტიმოშენკო ავიღოთ, რომელსაც დედაქალაქი და სხვა ქალაქები აქვს გაყინული, რომელიც უკან იხევს და ასე შემდეგ, ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება. დიკ ციტიშვილი თუ შეიძლება, დიკ ციტიშვილი. ეს რეჟიმი ვერ იქნება ისეთი რეჟიმი, ვერ იქნება ისეთი მძლავრი და ძლიერი რეჟიმი, როგორიც არის რუსეთში, როგორიც არის ბელორუსში. ეს მდგრადი ვერ იქნება. მდგრად რეჟიმებს ჭირდება იდეა და გამაერთიანებელი ღერძი, რომელიც ამას არ აქვს, ეს არის სრულად დაცლილი და სტერილური პოლიტიკური ორგანიზაცია. თქვა ერთ-ერთმა ყველაზე სტერილურმა გაზმოვიდა ეკრანზე, ოდესმე გამოჩენილა პოლიტიკური კომენტარი. შეიძლება უთხრა ამათ რა იდეა არის. პირველი არის მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა და თქვენ რო იგნორირება მოახდინეთ აი ამ იდეის მაგიტო დაგერხათ. მერე დაიწყეთ ფიქრი და მერე დაიწყეს ვიშვიში რომ როგორო კაცო პიარში არ ვიყავით მაგრებიო მშვიდობის მოთხოვნითო მაგრად მოგვიგოს, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ უპასუხეთ. ეს არის თავარი იდეა. არა, ვერაფერი ვერ უპასუხეთ, გვიპასუხეს მათ, რომ კი ომი უნდათ. ომი კი ბატონო. ძალიან ჩოტკი პასუხი გქონდათ. მეორე იდეა ეს არის ჩვენი წესჩვეულებების ადათების ჩვენი წარსულის დაცვა, რასაც ეს კანონი არასრულწლოვნების დაცვის კანონი გვეუბნება, ესეც იდეაა და ამ იდეას ძალიან ბევრი ხალხი აყვდა თქვენ აკაცუკებო და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებო აგენტების უფროსებმა უკრაინაში და უბრალოდ ევროპაში რომ მოგთხოვეს ამ კანონის
შეცვლა თქვენ ხმა ვერ ამოიღეთ, იმიტომ რომ იცოდით რა რომ ამ კანონის შესვლაზე საუბარი იქნებოდა თქვენი კატასტროფა, მაგრამ ამ შესვლაზეც ლაპარაკიც არ შეიძლება, იმიტომ რომ იმათიანები ხართ და თავიდან ბოლომდე. ეს არის იდეა, რა ვიცი, ორი იდეა ვთქვი, რა ვიცი, დაამატებ რამეს. ანუ იდეა ის არის, რომ სახელმწიფო გახთა ხალხზე ორიენტირებული სოციალური სერვისების გამცემი, რაც უნდა ყოფილიყო და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ანუ ჩვენ არ ვლაპარაკობთ, როდესაც გუბაზე აბრაზნები და ყველა შეგვიძლია მოვიაზროთ მათ შორის უკვე ბატონი დიკი. მაგ კოლგის ქვეშ, როდესაც საუბრობენ, რომ მიშამ შექმნა ქართული სახელმწიფო, მიშამ შექმნა კარტელი რეალურად, რომელიც თავის ყველა იმ მოქალაქეზე, ვინც მისი დამცველი და როგორც გია ჭანტურია იყო გამომწმენდელი არ იყო, ძალადობდა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე მივიღეთ სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო არის და რომელიც ქართულ მოქალაქეზე და ქართული ქვეყნის სუვერენიტეტზე და მის ეროვნულ ინტერესზე არის მორგებული და ეგაა კიდე ძალიან დიდი მნიშვნელოვანი და იმიტომ რომ მაგალითად მშვიდობის იდეა და ის იდეოლოგიური ნარატივები, რომელზეც შენ ისაუბრე, ეს არის დროის განმოტანილი აუცილებლობა. რომ შენი ქვეყანა გაქვს დასაცავი და შენი ისტორია გაქვს დასაცავი და შენი წარსული გაქვს მოსაფრთხილებელი და ხო ანუ ამ რთულმა პერიოდმა და განსაკუთრებით ამ რეგიონმა მოიტანა ის და გააჩინა ის მოთხოვნილება, რომ ჩვენი თავარი ორი სვეტი ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, როცა უმიანობა არის ირგვლივ, ყოფილიყო მშვიდობა და ჩვენი ადათის დაცვა. გარდა ამისა, მეგობრებო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, აი ჩვენ ამბობენ, რომ მათი იდეა არის დასავლურობა. და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენოთ ძალიან ცნობილი, უკვე ცნობილი და ბევრს აქვთ ალბათ დანახეთ თუ არა ნახეთ, სამოქალაქო ომი, ესე ქვია ამერიკულ ფილმს, ну ჩვენ ვართ ამერიკელები და როგორი ამერიკელებიო, იქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა შეერაღებული, ამბოხებული ეკითხება ჟურნალისტებს, რომ კი ამერიკელები ხართ, მაგრამ როგორი ამერიკელებიო, როგორი დასავლური იდეა აქვთ. დასავლური იდეა უკვე ისეთი არ არის, როგორც იყო თუნდაც 1 წლის წინ. კი ბატონო. ტრამპის დასავლური იდეას ახორციელებს და გერმანია და საფრანგეთი. მოდი მაშინ ეგეც გავშალოთ რა. კიდევ უფრო ვთქვათ ისტორიულ დისკურსში რო გადავიდეთ კონტინენტური ევროპა და იქითა ნაწილი ყოველთვის განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ამ ეგრეთ წოდებულ რაღაც ანალიტიკურ სკოლას და ვთქვათ ანგლო-საქსებს სრულიად სხვა ვთქვათ იმპერიული და პოლიტიკური და პრაქტიკული განსხვავება არსებობდა. მოდი ვთქვათ ის, რომ რეალურად ადრე, აი მე სულ ვიხსენებ ხოლმე ილია ჭავჭავაძე რო ანსხვავებდა ამერიკას და ევროპას იმ პუბლიცისტურ წერილში ის იწუნებს ევროპას და ხარს უჭერს ამერიკას, იმიტომ რომ დღეს რაც არის ამერიკა, ის იყო ევროპა მაშინ. დღევანდელი, მოდი ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ეს არის დემასკულინიზაცია, დემილიტარიზაცია, ანუ ესე ყველაფრისგან დაცლა მისი მხოლოდ რაღაცა ისტორიულ, რაღაცა მუზეუმიფიკაცია რა. შესაბამისად, ყოველთვის ვამბობდით ჩვენ, რომ ეს ევროატლანტიკური სტრუქტურები, როდესაც ეს ერთ წინადადებაშია მოქცეული, ერთ სიტყვაში უფრო მეტიც, არის ლოგიკური პარადოქსი, იმიტომ რომ არ არსებობს ესეთი რამე და ეხლა, რა თქმა უნდა, ეხლა მით უმეტეს დადასტურდა. აი მაგალითად, მე რო ვიყო ეხლა გაშმაგებული პროდასავლელი, არ ვიცი რას დაუჭერდი მხარს. მაგალითად, გრენლანდიის საკითხი იყო წყალგამყოფი, იმიტომ რომ ესე იგი ერთი ნატო, მეორე თვითონ ევროკავშირი. ურტყავს ამას პირდაპირ ამერიკას. რას და არა, ეგ როგორ გადაწყდა? რომც გადაწყდეს ომის გარეშე და სამხედრო ესეთი საკითხების გარეშე. აი რას უჭერს მხარს ჩვეულებრივი ჩვენი ობივატელი, ევროობივატელი. ხო, აი რას უჭერს მხარს? იმიტომ რომ მე მანდაც აირია უკვე საკითხები. ჩვენ ვნახეთ ევროპის სადარაჯოზე მდგომი ისეთი ევროსკეპტიკოსები, როგორც არის ზურა გრიჩი ჯაფარიძე და ეგ მთელი ლიბერტარიანული სექტა, იმიტომ რომ ეგენი იყვნენ, ვინც ამბობდა, რომ ევროკავშირი არის სოციალიზმი და ყველაზე დიდი ბოროტება. ბენდუქს მაგალითად ჩერგოლეიშვილი რა ლოგიკით უნდა ეთანხმებოდეს ევროკავშირი, რომელიც ამბობდა, რომ ესეც საშინელება არ შექმნა, ესეც საშინელება, ხო, ესეც საშინელი ეკონომიკური წყობა. და რეიგანის ძეგლთან ხელშეწირვას ახორციელებს, ხო, მართალია. რეიგანი, რომელიც ეკონომიკით თავის ექსპანსიით ანტი-თანამედროვე ევროპა. ძალსახად ეს არის დერეგულაცია და რაღაც ნეოლიბერალური. სერგი კაპარაძე, კაიხანი არ ვინახია, მეგობრებო და ხო არ გაუშვათ? თვითო
დიქტატურა ჩამოვარდა. ჰეზბოლა და ჰამასი აღარ არსებობენ პრაქტიკულად. ეს ჩვენ რეგიონზე ვლაპარაკობ რა. და თუ ამას იცის დაემატება, რომ ირანის დემოკრატიზაცია თეორიულად მოხდება, ხო? ეს ჩვენთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამას. ყველა ვინც ამას უყურებს იმ კუთხით, რომ იცი რა, მე არ მინდა რომ ირანში რამე შეიცვალოს, იმიტომ რომ მე აქაც რო შეიცვალოს, ეგრე ძალაუფლებას დავკარგავ, საქართველოს ინტერესებზე არ ფიქრობ, თავის ყავზე. იგივე ვენესუელა. აი უბრალოდ ნეტა არ გადავედით ცხოვრების და აზროვნების იმ ეტაპზე, სადაც ამ NGO ტრენინგებზე ნასწავლი ტერმინოლოგიით და კოფი ბრეიკებზე ნასწავლი ტერმინოლოგიით აღარ ვილაპარაკ. ირანის დემოკრატიზაცია როგორ ამხელა კაცმა არ აქცხვენია, პროსტა როგორ უნდა დაარქვას. ბიჭო და გრენლანდიის მერე ვაფშე დემოკრატიაზე ლაპარაკია და ირანის დემოკრატიზაცია უდრის ირანის დაშლას. ირანის დაშლა უდრის აზერბაიჯანთან და ჩვენს უახლოეს საზღვრებთან, თურქეთში და აზერბაიჯანის საზღვრებთან პრობლემებს და დევნილების ძალიან დიდ ნაკადს. დევნილების დიდი ნაკადი უქმნის ძალიან დიდ პრობლემას საქართველოს. რა ვიცი, მე მგონი ძალიან მარტივი სქემა წარმოვადგინა. ხალხსახად ხალხო. ჯერ ეს ერთი ანუ უმარტივესი. არა, ნახე მე თვითონ ფორმაზე მქონდა პრეტენზია, თორე შინაარს თუ ჩავეძეთ, ეგ სხვა საერთო საკითხია. რა თქმა უნდა, ხა ეგ ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება კარგი, მაგრამ რას ამბობს, რომ მაგ პერიოდში დემოკრატიზაცია ხდებოდა ირანის რეზას პერიოდში, ფეხლევის პერიოდში დემოკრატიული იყო, ანუ ყველაზე ბრუტალური საიდუმლო პოლიცია ყავდა, რომელიც სადამშელო რაზმები, რომლებიც არ ვიცი, აი ყველანაირი რაღაცა ტრადიციული ელემენტის გამო გჯიდნენ და იყო კოლონიალიზმის იდეალური აი მართლა სასწავლებელი მექანიზმი, რომ რაღაცა ბარები არსებობდა, სადაც უცხოელი შედიოდა, ну როგორ შეიძლება ყველაზე ესე როგორ შეიძლება ადამიანის ცოდნის დესაკრალიზაცია, რომ ესე იგი მაგ დროს მოკლე კაბები ეცვათ და ამიტომ ესე მარტივად თქვენი თქვათ თქვენი ამერიკის მეგობარი არ არის ის გალფის ქვეყნები, იქ უფრო რთული ტრადიციული სამოსიაცვეა ქალებს, მაგრამ იმის დემოკრატიზაციაზე ჩადრებით დარდიან. ცალსახად, ხო, საერთოდ არაფერი არ უჩანთ რა, ბურქები და პავლენიშვილი, რომელიც პირველი ოჯახის ერთ-ერთი ყოფილი პირველი ოჯახის ერთ-ერთი ახალი წევრია. როგორ თქვა? თავუშვათ რა. ვალეტი ბიჭი, ირაკლი პავლენიშვილი. აი როგორც რევოლუციები არ არსებობს ხელოვნური და ამაზე არ ვიცი, პოლიტიკურ მეცნიერებაში არც დაობს ხო ხალხი, რომ შეუძლებელია ხელოვნურად რევოლუცია მოახდინო ქვეყანაში, ხო თუ რევოლუციური განწყობები არ არსებობს. ასევე შეუძლებელია ხელოვნურად ლეგიტიმაციის კრიზისი შეუქმნა ხელისუფლებას, რომელსაც აქვს სათანადო ამის ლეგიტიმურობა. რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, მოწადინე იყოს ამის ოპოზიცია, ან თუნდაც ნებისმიერი აქტორი. როდესაც შენ გადადგი ნაბიჯები, რომელიც ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისთვის, რომელსაც ორგანული ამ სახელმწიფოსთვის არის აბსოლუტურად საპირისპირო და შეცვალა ეს კურსი. როდესაც კონსტიტუციაში რა პრინციპებიც არის დაწერილი, რაზეც მთელი ქართული საზოგადოება შეთანხმებული აი ამ სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს ებრძვით. როდესაც არჩევნები უკვე ფორმალობაღა არის ქვეყანაში და ყველაფერი ეს ერთად ბოლო წლინახევრის მანძილზე ძალიან კაფიო სურათი იხილა ხო საზოგადოება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამ დროს შენ აქვს ლეგიტიმურობის კრიზისი. ხო, ну ქართულ ოცნებას აქვს თურმე ლეგიტიმურობის კრიზისი, ლაპარაკობს აბსოლუტურად არალეგიტიმური და ლეგიტიმაციის მოპოვებას რომ ცდილობს რაღაცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი მეთოდებით ის კაცი. ამან რა უნდა თქვას ახლა? ძალიან ბევრი ამის თქმა არ შეიძლება, ძალიან ბევრი გავრცობა არ შეიძლება, მაგრამ თავისთავად ამორალური მე მორალზე არა მაქვს მაინდამაინც დიდი აქცენტი, მაგრამ უაზროდ უნიჭოთ ამორალური ხალხი, რომლებიც ცდილობენ ძალიან არასწორი მეთოდებით რაღაც ბარაკაში გარევას საუბრობენ აი ესეთ რაღაც. ხო, მაგრამ რეალურად რაც თქვა, ყველაფერი თქვა თავისი პარტიის და პირადი საპირისპირო, იმიტომ რომ რევოლუცია, ანუ უყურე, ხო ამბობს რომ რევოლუცია არ არსებობს ხელოვნური, ხო, მაგიტო ვერ მოხდა რევოლუცია, იმიტომ რომ გარედან აფინანსებული ხელოვნური რევოლუციის ცდილობები იყო ამდენი, რომელიც აღიკვეთა. საუბრობს იმაზე, რომ ლეგიტიმაციას ხელოვნურად კრიზისს ვერ შეუქმნი, თუ ხელისუფლებას გააჩნია, კი ხელისუფლებას გააჩნია ლეგიტიმაცია და იმიტომ ვერ შეუქმნეს, ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისი, რამდენადაც
არ უნდა გააჩერონ პარლამენტში შესვლა და მანდატები მოხსნან და მე ინანონ. ანუ რაღაც საპარლამენტო ცხოვრება გრძელდება და კანონშემოქმედებით გრძელდება და კონკრეტული მაგალითი რა არის იმისა, რომ ქართულ ოცნებას აქვს საქართველოში ან თუნდაც საზღვარგარეთ ლეგიტიმურობის კრიზისი. აი რა არის? ხუნა გითხრათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ რა არის ეს კრიზისი, რაში გამოიხატება. ხო, აი ვერ ფუნქციონირებს ხელისუფლება, საზღვარგარეთ ვერ დადიან, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ვერ იღებენ მონაწილეობას. ხუნა ვიცოდეთ რა. ლევან გოგიჩაიშვილი გაინტერესებთ? რა, ამბობს რომელს? ოპოზიციაზე საუბრობს. წამოსაკიდებელს. იგი წერეთელი, მაშინ საინტერესო ადამიანი. მეგობრები არიან ყველანი, ხო ცოტა ხნის წინ ველაპარაკე გივის და დამხნეთ არის. ახლა ჩვენ ხედავთ იგივე გიორგი ზურაჯაფარიძე, ის ხალხი, ვინც საპატიმროებშია დღეს, ავიცი, ყველას აქვს მაინც ასე ვთქვათ ეს ენერგია და ოპტიმიზმი არ დაუკარგავს. ავიცი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თუ სხვები ჩვენ ხშირად გვესმის ხო მათი გამოსვლებიც და მათი მოსაზრებებიც და ასე შემდეგ. ამიტომ საბოლოო ჯამში ხა ხო ისტორიული მაგალითები ძალიან ბევრია ამისი რომ ასე მუდმივად ხო ვერ გრძელდება ჩვენ ხშირად ამას ვამბობთ ასე ვერ გაგრძელდება რაღაც პერიოდი ეს არის. ისე როგორც ცნობილი გამოთქმაა რომ შეიძლება მოატყუო ხალხი რაღაცა პერიოდია მაგრამ ხო ამათ იმედი აქვს რომ რაღაც გარკვეულ დროს 10 წლის შემდეგ ეს ყველაფერი შეიძლება და რა შეიძლება უფრო მალე შეიცვალოს თქვენ რასაკეთებთ ამისთვის რომ თქვენ შეცვალოთ პირიქით თქვენი არსებობით რა თქმა უნდა ხელისუფლებას მხარს უჭერთ. აი ესეთი ოპოზიცია რომ ხართ, მათ შორის იმიტომაც არის ამდენი ხანი ხელისუფლება. აი პირდაპირ კეთო. ურთიერთკავშირია პირდაპირ. ხალხი უყურებს თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება და აი როგორ ეშინია, იცი? აი გამორბის აქეთ. ვერ გიყურებთ უბრალოდ, ვერ აღიქვათ. ეშინია თქვენი. როგორ არ შეგეშინდება ეგეთი ხალხის, ეგეთი გიჟების, არაადეკვატურების. ძალიან რთულია არ შეგეშინდეს, რა ვიცი, მე ესე მგონია. ნუ ეს რასაც ამბობს ახლა და რასაც ამბობენ მისი თანამეინახეები ძირითადად არის ერთმანეთთან სრულად შეუთავსებელი და ოქსიმორონი, იმიტომ რომ პოლიტიკური პატიმრები ხო არიან ვინც ჩამოთვალა. რა თქმა უნდა. თან რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები ხო არიან. მათი ტუსაღობიდან გამოსვლის მერე თუ მათ ენერგია და ოპტიმიზმი აქვთ ვერანაირად ვერ თავსდება იმაში, რომ რუსული რეჟიმის ტყვე პოლიტპატიმრები არიან ისინი და შედგნენ ასეთებად. იმიტომ რომ რუსეთის რაღაცა საპატიმროდან გამოსული ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნდნენ, გახსენდებათ ეგეთი ცოცხალი. და ცუცკირიძე ლევანი ვინ არის? აზიორობა. ცუცკო. თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე. ყველა ჯერა. სერიოზული კაცი. აი კუში ძმაო, ცუცკო, მოდი გაგიშვებთ ეთერში. ცუცკინსონი ნახე, ცუცკენს ხედავთ აი ბევრი სირთულისა რაც დღეს არის. მე აი ამ ჩემ ურთიერთობებში იქნება ეს თბილისში შეხვედრები თუ სხვაგან შეხვედრები, გძნობ იმას, რომ რეალურად ქვეყანაში მართლა არსებობს ძალიან დიდი მოთხოვნა პრინციპულად ახალ პოლიტიკურ პარტიებზე. ძალიან დიდი მოთხოვნა და თან პოლიტიკური სპექტრის პრაქტიკულად ყველა მხარეს. ხო, ну კარგად გაუგებარია, ცოტა გაუგებარია რას გულისხმობს. და 5 წამყვანი და 1 რესპონდენტი, ხო? მეტი არ აქვს არაფერი და რა ქნა. ხანა ამათ საინფორმაციო არ აქვს ფორმა. და მესმის რომ ერთმანეთს საუბრობდნენ, რესპონდენტი 5 წამყვანი დასაჭირო. ერთმანეთს საუბრობენ, რა გინდა ახლა. მე მგონი ჩვენ ვაშუქებთ მარტო და ამიტომ უყურებს ხალხი. ისტორია. და აქედან გამომდინარე იყოს 7, 8, არ არის პრობლემა. თქვის დასმას ხო უნდა ხალხი. თქვის დასმას პასუხს. დაიღლება მეორე შეცვლის ზამე და დუბლები. მოთხოვნა რომ არსებობს პოლიტიკურ პარტიებზე ამ კაცმა როგორ უნდა დააკმაყოფილოს ცუცკომ. მაინტერესებს ცუცკიმ. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით ხვალ. რა ვიცი, იქნება რამე სიგიჟე ჩაიდიონ შმოპოებმა რომ გავიცინოთ. ჯერჯერობით ძალიან მყუდროდ არიან და გაცოცხლებიან ალბათ რა. მადლობა ყურადღების. მადლობა.